საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს არ ეხებოდა შავი ზღვის აკვატორია ცალსახად და ის რა ქვია ანუ ნახეთ რა მაინტერესებს ეს ადამიანი ლაპარაკობს რომ კლიმატის ცვლილება შემოაქვსო ძალიან დიდი რისკიო რომ ეს თევზი ჩვენთანაც გაჩნდესო და რაც მერე უკვე ჯერობით არ არის ხა ეს წინასწარ რაღაცების განსხვავება დიდი ხანია ეგ თევზი თურქეთში უკვე ფიქსირდება დიდი ხანია ფიქსირდება ოღონდ იქეთ ხმელთაშუა ზღვიდან ზღვის მხარეს შავი ზღვის ოღონდ ხმელთაშუა ზღვის მხარეს სადაც დაფიქსირებული პირველი ახალი ამბავი არ არის წლებია ფიქსირდება როგორც ჩვენმა იხტიოლოგებმა მითხრესმა თუმცა ამ დრომდე საქართველოში ეს პრობლემა ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და წინასწარ რა და როგორ იქნება ცოტა ისეთია რაც შეეხება ხა პირველ ნაწილს ხა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა და ჯერ ეს პანიკა ცოტა ისეთია რა მოკლედ წინასწარი პანიკა ხო ხდება ხა არ არის ამდენი ხანი სულ იყო თურქეთში მაგრამ ეხლა რატო გადაწყდა რა ხო და ლოგიკური არის ნახე თუ თურქეთში იყო ხა თევზს რა გააჩერებს რაღაცა წესით ლოგიკით შეიძლება წამოვიდეს დიდი ალბათობით შეიძლება წამოვიდეს საქართველოს არეალშიც საზღვაო არეალშიც და ანუ ამ რისკებისთვის მზად ვართ რამე პრაქტიკა არსებობს რომ ვიყოთ ანუ ქვეყანა ამას მომზადებული შეხვდეთ და როგორც ჩვენმა იკტიოფაუნამ და ფლორამ ეკონომიკური ზარალი არ მიიღოს თქვათ ამ სექტორმა არა ანუ არ არის პრობლემა მოვიდით ხავმე და დაგიბრუნდები მაღაზიაზე პასუხით ყოველ შემთხვევაში ის თავში რაც არის ხა დღეს კი მაგას აუცილებლად გავაჟღერეთ როგორც სააგენტოს პოზიცია კი აქამდე ანუ არა მარტო სააგენტოს მიერ ზოგადად არ არის დაფიქსირებული არც ჭერა არც მოპოვების არცერთი ფაქტი საქართველოში მაშინ როცა თურქეთის სხვა დროსაც დაფიქსირებულა იმიტომ რომ ხმელთაშუა ზღვიდან შემოსულა ვთქვათ და გავიგე